გადაცემა მონატრების ფერებია, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. გამარჯობა საბერძნეთის დედაქალაქი ათენიდან. დღევანდელი ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება პანორმუსზე. რატომ დღეს საინტერესო გოგონა უნდა გაგაცნოთ, რომელიც ორმაგი ემიგრანტია, ის ემიგრაციაში დაიბადა და ემიგრაციაში წავიდა ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში. ახლა კი დროა გავიცნოთ დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი, რომელიც გახლავთ მარიამ რევიშვილი. მარიამ, შენზე ვთქვი, რომ შენ ხარ ორმაგი ემიგრანტი, მაგრამ მანამდე მინდა გადაგიხადო დიდი მადლობა, რომ გამონახე დრო და იღებ გადაცემა მონატრების ფერებში მონაწილეობას. საღამოშიდობის მადლობა პირიქით თქვენ რომ დამპატიჟეთ და აგერ ვიღებთ. მე ვთქვი, რომ ხარ ორმაგი ემიგრანტი. შენ ემიგრაციაში დაბადებული ბავშვი ხარ და მინდა შენს მშობლებს გადავუხადო მადლობა, რადგან დღევანდელი ჩვენი გადაცემის ჩაწერა მიმდინარეობს მშობლიურ ქართულ ენაზე და არ გვაქვს არც ინგლისურ, არც ბერძნულ ენაზე. მოგმესი მადლობა. იქ ძალიან დასაფასებელია, რომ თქვენ ასე ჩემს მშობლების მიმართ გამოხატეთ ეგ მადლობა და ძალიან აღთვალებული ვარ, რომ ვიღებთ თქვენთან ერთად ამ პროგრამაში. მარიამ, შენ დაიბადე ემიგრაციაში, სანქტ-პეტერბურგში. როგორი ბავშვი იყო მარიამ რევიშვილი და რაზე ოცნებობდა და პირველად როდის ნახე საკუთარი სამშობლო, შენი ფესვები, საქართველო? ზუსტად ვიყავი 3 თვის პირველად რომ ჩავფრინდი საქართველოში, რადგან იქ მე მოვინათლე. მიუხედავად იმისა, რომ დავიბადე და გავიზარდე რუსეთში, ძალიან დიდ სიყვარულს გამოვხატავ საქართველოს მიმართ. საქართველო ჩემთვის, საქართველოს საუკეთესო სახელმწიფო ჩემთვის არც ერთი არ არის. ხო და ძალიან ვამაყობ, რომ ვარ მე ქართველი და თავისთავად რუსეთში. მე არასდროს არ დამიმალია, რომ არ ვარ ქართველი და ასე შემდეგ. არასდროს არ მეგონა, რომ მე გავაგრძელებდი სწავლას ევროპაში. ეხლა კი ვსწავლობ მე საბერძნეთში. რა ვიცი, ეგ ძალიან სპონტანური ინფორმაცია იყო, რომ მარიამ წადი და ჩააბარე საბერძნეთშიო და მეც ძალიან გამიხარდა, რადგან მე საბერძნეთში 10 წელია ყოველ ზაფხულს მე ჩამოვდივარ საბერძნეთში და ძალიან მიყვარს აქაურობა. საბერძნეთში ყავს ბებო, ვისთანაც შენ ჩამოდიხარ. კი ბატონო. და ალბათ ბებოს გადაწყვეტილებაც იყო, რომ შენ სწავლა გაგეგრძელებინა საბერძნეთში. თავისთავად. ბებოზე რომ მომიყვე, უფრო ვრცლად, მთელი შენი არ დადეგები გაქვს გატარებული საბერძნეთში და ფაქტობრივად ბებოს დამსახურებაა, რომ გიყვარს საბერძნეთი. კი, თავისთავად. საუკეთესო ადამიანია, ჩემთვის ბებია ძალიან ახლო პიროვნებაა. ძალიან დიდ პატივს ვცემთ ჩვენ და ბებიაც ძალიან დიდ პატივს გვცემს ჩვენ. უკვე ცხოვრობს 28 წელი საბერძნეთში და ძალიან კეთილი ადამიანია ბებია და არ ვიცი, როგორ თქვა, არის ზაჟიგალკა, სპიჩკა არის, რომელიც ინთება მართლა. ცეცხლოვანი ბებია, ასე რომ ვთქვათ. მარიამ, შენ ბავშვობა გაატარე სანქტ-პეტერბურგში. შემდგომ უკვე ჩადიხარ, როდესაც უკვე ჩამოგეყალიბი და აზრი გახდი ზრდასრული, ჩადიხარ საკუთარ სამშობლოში, საქართველოში. როგორია შენი პირველი ემოციები, როდესაც ჩადიხარ საკუთარი სამშობლოს, ფესვებზე? როდის ჩავდივარ საქართველოში, მე სახლში ვარ. ეგეთი გრძნობა მაქვს. ყოველი საქართველოს კუთხე მიყვარს. საოცრად მიყვარს და ძალიან ვამაყობ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქართველი ვარ და დიდი მადლობა მშობლებს, რომ ასე ჩამიბეჭდეს ჩემთვის ეგ საქართველოს მიმართ პატრიოტიზმი. ჩემს ოჯახში ძალიან მიღებულია ეგ ქართული ტრადიციები, კულტურა და მენტალიტეტი, ამ ქართულ მენტალიტეტში გავიზარდე მე. ხო და მიუხედავად იმისა, რომ მე ხარ რუსეთში დავიბადე და გავიზარდე, ქართულად, სრულად ასე ვთქვათ, საუბრობ, წერ და კითხულობ. ჩემი პირველი ენა იყო, რომ ვისწავლე, ეგ იყო ქართული. ბაღში როცა მივდიოდი რუსეთში, ვერ გებულობ და რას ვამბობდი ხოლმე და მე თან ვისწავლე რუსული. მარიამ, როგორ აცნობ შენს მეგობრებს, რუს მეგობრებს და ახლა უკვე გეყოლება ბერძენი მეგობრებიც, როგორ აცნობ შენ სამშობლოს, საქართველოს? ახლა ვინც მყავს მე ირგვლივ, ყველა ძალიან აფასებს ქართველებს. ახლა რუსეთში ჩემი სტატუსი მქონდა სკოლაში, ასე ვთქვათ, ჩემი დედმამიშვილები ყველა ერთ სკოლაში ვსწავლობდით და
ყველას ძალიან უყვარდით ჩვენ დირექტორიდან დაწყებული და პატარა ბავშვებიდან დამთავრებული. დიდ სიყვარულს გამოხატავდნენ ჩვენს მიმართ და რა ვიცი, ახლა ჩემი მეგობრები ძალიან ამაყობენ რომ ქართველი აგერ მეგობარი ყავთ თავის საზოგადოებაში. მარიამ, ყავს თუ არა საბერძნეთში მეგობრები და დადიხარ თუ არა მათთან ერთად ქართულ ღონისძიებებზე? კი, მყავს აქ ერთი მეგობარი, რომელიც ცეკვავდა რუსეთში და რუსეთში გავიცანით ერთმანეთი და შემდეგ კი აქ ჩამოვიდა საცხოვრებლად და ცეკვავს აქ კავკასია ანსამბლში. სოკრატე ხარჩილავა, საუკეთესო ადამიანია და თანაც კიდე ქორეოგრაფია ამ ანსამბლში და სოლისტი. დავდივარ ამ ღონისძიებებზე, კონცერტებზე, რადგან ახლა ახლოს ავართ ერთმანეთთან და группа поддержки я его. ანუ ესე იგი ერთი ჯგუფი ხარ და ერთმანეთს მხარს უჭერთ რომ მოკლედ იაროთ ქართულ საღამოებზე და მის ცეკვას უყურებ, როდესაც გამოდის ამა თუ იმ ღონისძიებაზე. თავისთავად კი. სრულად სწორია. მარიამ, ჩვენს გადაცემას ქვია მონატრების ფერები. როგორი ფერი აქვს მონატრებას? ყვითელი. და რატომ? იმიტომ რომ მზისფერია და მზე სულ ანათებს. არასდროს არ ქვევება. ამიტომ მონატრება წყალს ანათებს შენ ცხოვრებაში, რადგან შენ 8 თვეა რაც დაშორდი სანქტ-პეტერბურგს. მეორე მშობლიური გარემო საქართველოსი არის შენი სანქტ-პეტერბურგი, რადგან იქ დაიბადე და გაიზარდე. რა გენატრება ყველაზე მეტად? ჩემი იქაური ბავშვობა. იქ მე 3 წლიდან ვცეკვავარ. ქართველებში ვიყავი, ქართულ ანსამბლში, ბევრ ფესტივალებზე დავდიოდით. აი ეგ მომენტები, გასტროლები ქონდა საზღვარგარეთაც და ქალაქგარეთაც და ალბათ ეგ მომენტები მე ძალიან მენატრება, ჩემს მეგობრებთან ერთად დროს გატარება და ჩემი ოჯახი მენატრება ძალიან. როგორც შენ აღნიშნე, სანქტ-პეტერბურგში ცეკვავდი ქართულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ სიხარულში. კი. რომ მიხვედი პირველად რამდენი წლის იყავი და როდის ხდება რომ შენ ხდები მათი სოლისტი? ჩემი პირველი ანსამბლი პეტერბურგში იყო საქართველო, ასე ქვია ერთ ანსამბლს. ვიცეკვე ალბათ 1-4 წელი ამ ანსამბლს საქართველოში და მე გადავედი ანსამბლ სიხარულში, საუკეთესო ანსამბლია, ძალიან ძლიერი ანსამბლია. ვინ არიან ქორეოგრაფები რომ გითხრათ? სოფიკო ლიპარტელიანი, მამამისის თხელოვნებას აგრძელებს. სოფიკო ლიპარტელიანი საოცარი ხალხი ცეკვავს ამ ანსამბლში. თანდათან ნელა როცა ვიხვეწებოდი, მე სოლოებიც კი მქონდა, კი ვცეკვავდი, გამოვდიოდი სცენაზე და ცეკვა არის ჩემთვის როგორც აი ჰავა. ჩემთვის არის ყველაფერი ცეკვა და არ მეგონა რომ აქ რომ ჩამოვიდოდი, რომ ცეკვას დავანებებდი თავს. მარიამ, არ გიცდია რომ საბერძნეთშიც არის უამრავი ანსამბლი სხვადასხვა ორგანიზაციებში, რომ მიხვიდე და ის ტრადიცია რაც გაქვს შენ, ცეკვის და სურვილი მათთან გააგრძელო. კი, როგორ არა ვაპირებდი, მინდოდა, მაგრამ აი როცა ჩავაბარე უნივერსიტეტში, დრო არ მქონდა. თორემ აი დიდი სურვილი მქონდა რომ აქაც მიარა ანსამბლში, ქართულ ანსამბლში. ისევ დაუბრუნდეთ ანსამბლ სიხარულს, რომ გაიხსენო შენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი გასტროლი. გასტროლი იყო ვილიკი ნოვგოროდში. საოცარი კონცერტი იყო. სულ რომ ერთად ვიყავით და ერთად რომ ვატარებდით დროს, ჩემს იყო ძალიან საოცარი მომენტები. რას ეტყვი ემიგრაციაში დაბადებულ ქართველებს? სამწუხაროდ ძალიან ბევრი ყავს ემიგრანტი მსოფლიოს წერტილში მიმოფანტული და ამ ემიგრაციაში ყოფნის დროს ძალიან ბევრმა შექმნა ოჯახი. დაიბადნენ ქართველი ბავშვები უცხო მიწაზე. აი მათ რას ეტყვი? თავარია არ დაივიწყონ რომ ქართველები არიან. არ დაივიწყონ თავისი მენტალიტეტი და უნდა ახსოვდნენ ვინ არიან. საქართველო არის ძალიან პატარა, მაგრამ ძალიან დიდი ისტორია აქვს. ხო და უნდა ახსოვდეთ რომ ამ ისტორიას აგრძელებენ ეს ჩვენი ემიგრანტებიც კი და ქართველები თავისთავად. და არ ვიცი, უნდა უყარდეთ თავისი სახელმწიფო პირველ რიგში. რას აპირებ სამომავლოდ? აპირებ თუ არა მარიამ რომ დაბრუნდე ჩვენ სამშობლოში საქართველოში და ის საქმიანობა, რაც ახლა სწავლობ, გააგრძელო შემდგომ საქართველოში? ახლა სწავლას გავაგრძელებ აქ ჯერ საბერძნეთში. აქ დაასრულებ სწავლას?
რადგან ეგ სფერო, სადაც მე მინდა ჩემი მოვავალი. ძალიან რა სფეროში ჩავაბარე? სტომატოლოგიურზე. ანუ მომავალი სტომატოლოგი იქნები შენ. კი, კი. როგორ უყვები შენს მეგობრებს საქართველოს შესახებ და ეპატიჟები თუ არა მათ საქართველოში? როგორ არა, ეპატიჟებით ნამყოფიც კი არიან უმეტესობა. და ძალიან უყვართ საქართველო, არ ვიცი, აი ქართულ საჭმელზე ყველა გიждდება. ჩემი მეგობრები ქართულ კულტურაზე და მენტალიტეტზე. მარიამ, საომავლო გეგმების შესახებ რომ გითხრა, რას აპირებ მომავალში? მე პირველ რიგში დავამთავრებ აქ სწავლას თავისთავად. გავხდები დიპლომირებული ექიმი, მე მინდა გავაგრძელო მაგისტრატურაზე. არა საბერძნეთში, მინდა ლონდონში წასვლა და იქ ჩავარება. მე ვნახოთ, შეიძლება კლინიკებიც გავხსა. ესე ძალიან დიდი გეგმები გაქვს. ჯერ კი. ბებოსნებიერა გოგო ხარ, ხო, ასე რომ შეიძლება ითქვას. აქ როცა ჩამოხვედი უკვე 8 თვეა იმყოფები ბებოსთან ერთად. შენი ერთი დღე რომ მოგვიყვე, როგორ იწყება მარიამის ერთი დღე საბერძნეთში და როგორ დროს ატარებ ჩვენ და ბებო? ჩვენი დღე იწყება ღივილიდან. აი, არის ბებოს სიყვარულს, მე ვგრძნობ ძალიან დიდ სიყვარულს გამოხატავს ჩემს მიმართ. ვცდილობთ ერთად დროს გატარებას, სოლო გავდივართ საგულაოდ ერთად, მეგობრებსაც ხვდებით და ვეცნობით კიდევ უფრო ახლოს ერთმანეთს და უფრო ვამაგრებთ ჩვენს კავშირს. ძალიან კარგია. მოგენატრა მშობლები? თავისთავად მომენატრა, ეხლა შეიძლება. როდის აპირებ რომ ნახო? ზამთარში ვაპირებ ფარდადეგებს. მე მყავს 3 დედმამიშვილი, 4 ვართ ოჯახში. ძალიან მეგობრულად ვართ. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ძალიან თბილები ვართ და მშობლებსაც დიდი მადლობა რომ ასე თბილად და ახლოს გაგზარდნენ. ოჯახში საუბარი ქართულ ენაზე არის, ხო? მარტო ქართულად, ხო. რუსულად ჩვენ საუბრობდით მარტო სკოლაში და მეგობრებთან. და სახლში, გარეთ ახლა ოჯახთან ერთად თავისთავად ქართულად. და ჩაგვიბეჭდნენ ერთი მომენტი, რომ ყოველ კვირას ჩვენ დავდიოდით ქართულ ეკლესიაში, ქართულ წირვებზე, იქაც უფრო ახლოს ვეცნობოდით ქართულ კულტურას. ალბათ, აი იმიტომ ვართ ეგეთი ჩვენ პატრიოტები საქართველოს მიმართ. როგორია შენი თვალი დანახული საქართველო? ულამაზესი. აი როცა ჩახვედი, აი ერთი დღე მომიყევი საქართველოსი, აი სად იყავი, რა მოგეწონა? ნამყოფი ვარ ალბათ თითქმის ყოველ კუთხეში, საქართველოს ყოველ კუთხეში. არ ვიცი, საოცრად მიყვარს საგარდელად, ჩემს სიყვარულს სიტყვებით ვერ აღვწერ. ძალიან მენატრება, არ მინახია უკვე აგერო წელიწად ნახევარი საქართველოში არ ყოფილ ვარ. საოცრად მიყვარს ქუთაისი, რადგან წარმოშობით ვარ მე ქუთაისიდან, იქ რომ თბილი ხალხი ცხოვრობს, იმაზე თბილი ხალხი მე ჯერ არ დამინახავს სხვა ქალაქებში. სვანეთი მოგეწონა? სვანეთში არა ვარ ნამყოფი. არ ხარ ლანდშაფტი, უნდა ჩამოხვიდე, მე გიმასპინძლე, მოკლედ ჩამოდი, არც მე ვარ სვანეთში ნამყოფი და აი მე და მარიამი უკვე ერთად წავალთ სვანეთში. აუცილებლად. რაჭა? რაჭა ლეჩხუმი საოცარი ბებია ჩემია, ერთი მხრივ რაჭი და მეორე მხრივ ლეჩხუმიდან წამოშობით და ლაილაშიდან თან. მარიამ, როგორც მე ბებომ მითხრა, წერ წიგნს. რა წიგნზეა საუბარი და ვისზე წერ? ეს უფრო ალბათ ჩემი ავტობიოგრაფია, ჩემს ცხოვრებაზე და რაც გამოვიარე, რა ნერვიულობა მქონდა, რა ვიცი და ყოველ ჩემს მომენტზე ყველაფერი ცოტა მიწერია, უფრო ასე როგორც მოტივაციური წიგნი გამოდის ჯერჯერობით. ლექსებსაც კი ვწერ, ალბათ აქ რომ ჩამოვედი, მაშინ დავიწყე აი ეგ ხობი, ახალი ხობი მაშინ გამომიჩნდა. ანუ ეს ლექსების წერა დაგაწყებინა საბერძნეთმა და ათენმა. კი, ალბათ ეგ უფრო იმიტომ რომ ჩემი ოჯახი რომ მენატრება. ღამე ასე ვთქვათ, გულს ვაყოლებ ამას, რადგან ეხა ცეკვებზე ვერ დავდივარ, დრო რომ არ მაქვს. დავიწყე წიგნის დაწერა და ლექსების დაწერა. და ლექსები. ამ სოფაში რამდენი ლექსი დაწერე? 3 ლექსი. მარიამ, როდის დაასრულებ წიგნზე მუშაობას და როდის იხილავს ფართო აუდიტორია შენ მიერ დაწერილ ავტობიოგრაფიულ წიგნს?
ვაპირებ ზამთარში, რადგან რუსულად ვწერ ამ წიგნს, მინდა რომ ოფიციალურად დავბეჭდო და მერე გადავიყვანო ქართულ ენაზე თავისთავად რომ ჩემმა ნათესავმა და ჩემმა ახლობლებმა მეტყვით ყველას მოგვეცეს საშუალება რომ გავიცნოთ მოკლედ შენ მიერ დაწერილ წიგნს. წარმატებები მინდა გისურვო მარიამ და ბოლოს რას გვისურვებ ჩვენ გადაცემა მონატრების ფერებს რომელიც ქართველი ემიგრანტებისთვის შევქმენი. გისურვებთ წარმატებას პირველ რიგში, წინ და წინ სვლას და ბევრი თქვენი პოდკასტები კიდე კარგი მენახოს. ძალიან დიდი მადლობა მარიამ და რას ეტყვი ჩვენს ქართველ ემიგრანტებს? შეგიძლია იმ კამერაში მიმართო პირდაპირ. ჩვენო ქართველ ემიგრანტებო გისურვებთ წარმატებას და მალე საქართველოში დაბრუნებას. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მარიამ რომ მოახერხე და მიიღე გადაცემა მონატრების ფერებში მონაწილეობა. მე კი ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებ რომ თქვენ უყურებდით გადაცემას მონატრების ფერები. მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ჩაიწერა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში და ჩვენ ვიმყოფებით პანორმუზე. დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლდათ ემიგრაციაში დაბადებული უმშვენიერესი და ულამაზესი მარიამ რევიშვილი. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელ გადაცემის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა კი ჩემს თავარ პროდიუსერს ჭყიალა ლიგია მუშკუდიანს, ასევე მადლობა ჩემი პროდიუსერის მეგობარს მამუკა ლიპარტელიანს, რომელმაც უზრუნველყო დღევანდელი გადაცემის ჩაწერა. შემოგვიერთით სოციალურ ქსელ Facebook-ში, გამოვყევით Instagram-ს და გამოიწერეთ გადაცემა მონატრების ფერების YouTube-ის არხი, გააქტიურეთ ზარისხილა კი რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. ჩვენი გადაცემის ხილვა შესაძლებელია MyVideo-ზე და TikTok პლატფორმაზე. გადაცემა მონატრების ფერების მოგზაურობას ევროპის მიმართულებით უზრუნველყოფს ჩვენიმე ტურისტული კომპანია დაგითრეველი. მე გემშვიდობებით რამდენიმე დღით, რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონატრების ფერები.